ზაგრების პირას მყოფი ქართული ტაძრები ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ხანძთის ეკლესიის გუმბათის ჩამოქცევის შემდეგ საფრთხის წინაშე ახლა უკვე ოშკი და იშხანია. ორივე ძეგლის კამარები მთლიანად ჩამონგრეულია, დაბზარულია კედლები და აზიანებულია მნიშვნელოვანი ფრესკები. ექსპერტთა სპეციალურმა ჯგუფმა ძეგლების მდგომარეობა ადგილზე შეაფასა. დასკვნების სავალალოა, გამაგრების და რეაბილიტაციის გეგმა უკვე არსებობს. ისტორიკოსები თვლიან, რომ მკვლევართა მასალებზე დაყრდნობით მათი პირვანდელის სახით აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. თბილისში თურქული მხარის მიერ დაზუსტებულ დეტალებს ელოდებიან. ნახეთ მოამბის რეპორტაჟი თურქეთიდან. უდიდესი ქართული კათედრალის საეპისკოპოსო და საგანმანათლებლო ცენტრი ოშკი დღეს ასე გამოიყურება. კამარების გარეშე დაბზარული და მთლიანად გაძარცვული. ეკლესია სოფლის ცენტრშია და მის გვერდით ისევე როგორც იშხანში ჯამე ანუ მეჩეთია აშენებული. ქართულ ექსპერტთა ექსპედიცია ტაძართან იმ დროს მივიდა, როცა სოფელში შუა დღის ნამაზი სრულდებოდა. წლების წინ მეჩეთი თავად ოშკის კედლებში იყო განთავსებული, ვიდრე ის მისი საგანგებო სტატუსის გამო თურქეთის დასაცავ ძეგლთან ნუსხაში არ შეიყვანეს. მე-10 საუკუნეში აგებულ ტაძარს თავის დროზე ქართულ სინასმთად მოიხსენიებდნენ. აქ გადაწერილი ბიბლია თონის ივერთა მონასტერშიც არის დაცული. ტაძრის მთავარი სიმდიდრე მისი მოხატულობა და არქიტექტურა იყო, თუმცა დღეს მისგან მხოლოდ მცირედი ნაწილია შემორჩენილი და ყოველდღიურად ნადგურდება. ფრესკები ფაქტიურად წაშლილია, ძეგლი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, აქ ადგილობრივებსაც მრავლად უმუშავია, როგორც ჩანს ოქროს მაძიებლებს. როგორც ჩვენი კოლეგები სპეციალისტები გვიმტკიცებენ, ძეგლი სრულად შეიძლება აღდგეს. გაურკვეველ ვითარებაში გაქრა ძელიცხოვლიდან ვედრება და წმინდა ნინოს ბარელიეფი. დაზიანებულია გრიგოლ ოშკელის გამოსახულებაც. სვეტზე ამ დრომდე ხელუხლებლად მხოლოდ რამდენიმე უნიკალური ბარელიეფია შემორჩენილი, მათ შორის 4 მახარობელთა. სპეციალისტები თვლიან, რომ დაზიანება ვანდალური ქმედებების შედეგი უნდა იყოს. ვანდალური აქტი მოხდა, აქ იყო გამოსახული ვედრების სცენა და ასევე წმინდა ნინოს ერთ-ერთი უადრესი გამოსახულება. არქიტექტურით, დეკორით, წარწერებით ეს ასეთი არ არსებობს აღმოსავლურ ქრისტიანულ ხუროთმოძღვრებში, მე თამამად შემიძლია გითხრათ. საქართველოს ერთ-ერთი მთავარი კათედრალი ოშკის ტაძარი დანგრევის პირასაა, ის აქამდე არასოდეს ყოფილა რესტავრირებული. სწორედ ამ ადგილას წლების წინ საფირფარეშე ყოფილა, რომელიც ქართული მხარის მოთხოვნით შემდეგ მოინგრა. დაზიანებულია რელიეფები და ბარელიეფები, წარწერები, ფრესკები. ყველაზე მთავარი ოშკის გუმბათი დღეს ჩამოშლის პირასაა. გუმბათი მუზარადის ფორმისაა და მსგავსი გადახურვა არც ერთ ქართულ ტაძარზე არ მეორდება. დაზიანებების გამო მას უკვე ბზარები გაუჩნდა და სვეტები, რომელსაც ეყრდნობა, ნაწილობრივ ჩამოშლილია. სპეციალისტები შიშობენ, რომ ის კიდევ ერთ უხთოვლიან ზამთარს ვეღარ გადაიტანს და ოშკში ხანძთის პრეცედენტი გამეორდება. დააკვირდით სარკმლებს ქვეშ რა ხდება, მთლიანად არის ჩამორღვეული და ნებისმიერი ქვის ჩამოვარდნა უქმნის უდიდეს საფრთხეს ამ უნიკალურ ტაძარს, რომელიც ქართული არქიტექტურის მართლა ვეფხისტყაოსნად ითვლება. ეს არის უკვე მთლიანად დასველებული ზედაპირი, ჩვენ ხედავთ, რომ უკვე მას აკლია ის ქვები, რომელიც სიმტკიცეს ანიჭებს ერთიან ზედაპირს, ჩვენ ხედავთ, რომ ის არის რღვევის პირველი ნიშნების მატარებელი. ამიტომ რომ ავიცილოთ თავიდან ეგრეთ წოდებული ხანძთის გუმბათის კატასტროფა, მთლიანად ოშკის ტაძრის საკითხი არის საჩქაროდ გადასაწყვეტი. ისტორიკოსები, არქიტექტორები და მკვლევარები თვლიან, რომ ძეგლის გადარჩენა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ შესაძლებელია. სარეაბილიტაციო და გამაგრებით პროექტებზე ექსპერტებმა ერთობლივად უკვე იმუშავეს. პირველი ამოცანა მათთვის გუმბათის გამაგრება, უკვე შემდეგ კი კედლების და დანარჩენი სარეკონსტრუქციო სამუშაოები. სპეციალისტები თვლიან, რომ ოშკის აღდგენა პირვანდელი სახით სრულად არის შესაძლებელი. შედგა გამაგრების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სწორედ გადაუდებლად ძალოვანი ხარაჩოების მოწყობა, ძალოვანი ხარაჩოების ფუნქცია იქნება ამ შემთხვევაში საბჯენი თაღების დაყრდნობა. და აქ დაიწყება სწორედ ის სარესტავრაციო ქირურგიული სამუშაოები, რომ გამომაგროთ ნაგებობა, მოვიყვანოთ უსაფრთხო მდგომარეობაში, შემდეგ კი შესაძლებელი იქნება თავდაპირველი სახით მისი დასრულება. ტაძრის გარშემო მჭიდრო დასახლებაა. მიუხედავად მისი საგანგებო სტატუსისა, ერთ-ერთ კედელზე ადგილობრივი მაცხოვრებლის სახლია მიშენებული. დანარჩენი ოჯახები კი ოშკის სატრაპეზოსა და სემინარიის ტერიტორიაზე აშენებული საბძლებითა და ბოსლებით, თანაც ისტორიული ნაგებობის ნანგრევი მასალით. ტერიტორია ჟანდარმერიის გაძლიერებული დაცვა იცავს და თურქის სამართალდამცველები ძეგლის შიდა ტერიტორიაზეც პატრულირებენ. მის აღდგენაზე მოლაპარაკება ჯერ კიდევ პროცესშია. თბილისში თურქული მხარის მიერ დაზუსტებულ დეტალებს ელიან ოქმის საბოლოო სახით. ორმხრივი შეთანხმება ისტორიულ ტაო-კლარჯეთში 4 მთავარი ძეგლის ოშკის, იშხანის ხანძთას და 4-დას გადარჩენას გულისხმობს.